დილამშვიდობისა საქართველო, მოგესალმებით წინანდლიდან. დღეს უნდა გაგაცნოთ მხატვარი გოგო, რომელიც ღვინით ქმნის ნამუშევრებს და გასაკვირი არ არის, რომ ჩვენი შეხვედრაც სად თუ არა კახეთში უნდა შემდგარიყო. წინ ძალიან საინტერესო ამბები გელოდებათ, ამიტომ დარჩით ჩვენთან და ერთად ვნახავთ თუ როგორ იქნება ძალიან კრეატიული ნამუშევრები. სესილი, გამარჯობა. მაინტერესებს, როდის მივხვდი, რომ ეს იყო ის პროფესია, რომელშიც გინდოდა, რომ რაღაცნაირად ჩემი თავი გეპოვნა და აღმოგეჩი. ბავშვობა გავატარე ჭიათურაში და ის გარემო რაღაც პატარა კლდეებში ჩაძირული ქალაქი ჩემთვის ყოველთვის ინსპირაციული იყო და ძალიან ბევრი ნამუშევარი მაქვს ჭიათურის ფონებზე და პეიზაჟებზე შექმნილი. მას შემდეგ რაც უნივერსიტეტში ჩავაბარე, ხელოვნებათა მცოდნეობაზე ვსწავლობ და შესაბამისად გადავწყვიტე, რომ ხელოვნება მარტო ტექნიკის მხრივ არა, უფრო ძირფესვიანად და თეორიულადაც შემესწავლა. სწორედ ამ ყველაფერმა მომცა იმის შესაძლებლობა, რომ სხვა თვალით შემეხედა ხელოვნებისთვის ზოგადად და ამან მიმეყვანა ღვინომდე და ამან მიმეყვანა ესეთი ნამუშევრების შესრულება. არ დაგიმოვა, როცა ჩემი ნამუშევარი ვნახე პირველად, მართლაც გაუცებული დავჭი, იმიტომ რომ აქამდე მსგავსი ტექნიკით შესრულებული ნახატები ნამდვილად არ მქონდა ნანახი. მაინტერესებს, საიდან გაგიჩნდა იდეა პირველად, რომ ამ სტილში შეგექმნა ნამუშევრები? ზოგადად მგონია, რომ ყველა ხელოვანის ცხოვრებაში დგება რაღაც ისეთი მომენტი, როდესაც თავის თავთან ნიშნება ესეთი კითხვა, რომ აი მე რაღაც შევქმნა, მე რაღაც გავაკეთო იმის ფონზე, რომ როდესაც თუნდაც ტექნიკური ან წერის მანერის მხრივ უყურებთ რენესანსის, ბაროკოს, როკოკოს ნამუშევრებს ასე შემდეგ, ხვდებით, რომ ანუ ფიზიკურად უკვე შეუძლებელია მეტის გაკეთება ტექნიკური მხრივ. ამის ფონზე რაღაც მხრივ აი ჩვენ თანამედროვე ხელოვნები ცოტა დაჩაგრულები ვართ, იმიტომ რომ თითქმის ყველაფერი ნაცადია. და ალბათ სწორედ ამ სიახლეების ზიებამ და რაღაც ახლის სურვილმა მიმოყვანა ღვინომდე. სესილი, უშუალოდ პროცესზე რომ მოგვიყვე და რომ აგვიხსნა, თუ აი რითი განსხვავდება ეს კლასიკური მეთოდით შესრულებული ნამუშევრებისგან? ხალხის დამოკიდებულებიდან გამომდინარე, მე ვხვდი, რომ ეს ნამუშევარი, ანუ ღვინით შესრულებული ნამუშევრების თვითონ შექმნის მომენტი უფრო მეტად ხელოვნებაა, ვიდრე ესე დასრულებული ნამუშევარი. სტილოზე შესრულებული ნამუშევრებთან შედარებით ეს გაცილებით მარტივია, იმიტომ რომ მოითხოვს ნაკლებ დეტალიზებას და მეტ იმპროვიზაციას. ჩემთვისაც და ზოგადად ქართული ხალხის და ქართული რეალობისთვის ასე მგონია, რომ აი ღვინოს მაინც რაღაცა სხვანაირი საკლაურული დატვირთვა აქვს. ქართული ხალხის ქოსნობიაში იმდენად არის ღვინის სიყვარული დალექილი, რომ ასე მგონია, რომ ემოციურად უფრო უკავშირდებიან მე ჩემ ნამუშევრებს, როდესაც მასში რაღაც ეს მათთვის საყვარელი რაღაც ჩანს და არა მხოლოდ ნახატი. სესილი, დამეთანხმები, რომ ძალიან ლამაზ ლოკაციაზე ვიმყოფებით და არ მინდა აქედან ისე წავიდეთ, რომ ექსპონტად არ შეგვისრულო ღვინით რაიმე ნამუშევარი. თან პლუს მინდა რომ მეც მივიღო მონაწილეობა ამ პროცესში, მართალია ხატვა არ არის ჩემი ძლიერი მხარე, მაგრამ იმდენად მომწონს ნამუშევრების შექმნა ამ სტილში, რომ მინდა რომ მეც ჩავერთო და რაღაცები მასწავლო. რა პრობლემა? სადოთ? მეგობრებო, ესეთი საჩუქარი გამიკეთა სესილი, იმდა ვარ ძალიან ბედნიერი. მე მგონი მგავს, ხო? ძალიან დიდი მადლობა სესილი. პირველ რიგში ამ საჩუქრისთვის წარმატებებს გისურვებ შენ საქმიანობაში და მადლობა რომ დღეს იყავი ჩემი სტუმარი. პირიქით, მადლობა.